თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მთავარ პროკურორს მიმართავს ზალ სამადაშვილი ითხოვს, რომ იმ დღეს, როდესაც ხდომა უნდა გაიმართოს, საკრებულოს წევრები დაკითხვაზე არ დაიბარონ. მიმართვის წერილი მედიას მამუკა ახვლედიანმა გააცნო. ახვლედიანი განმარტავს, რომ ყოველი დაბარება საეჭვოდ ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც საკრებულოს ხდომები იმართება. ეს კი ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ გარკვეულ ადამიანებს საკრებულოს ხდომების ჩაშლის მცდელობა აქვთ. დღეს პროკურატურაში და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს ორი წევრია დაბარებული, რომლებიც ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდებიან, რადგან საკრებულოს ხდომა არის ჩანიშნული. ყოველი თვის ბოლო პარასკევ დღეს რეგლამენტის თანახმად ტარდება თბილისის საკრებულოს სხდომები. უკვე 4 თვეა მოყოლებული დეკემბრიდან ყოველი თვის ბოლო პარასკევ დღეს მიზან მიმართულად ხდება თბილისის საკრებულოს დეპუტატების დაბარება სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში. დღესაც ჩვენ ვართ ანალოგიური ფაქტის მოწმე. უკვე დაანონსებული იყო რამოდენიმე დღეა, რომ დღეს 4 საათზე იმართება თბილისის საკრებულოს ხდომა. გუშინ საღამოს და დღეს დილით თბილისის საკრებულოს ორი დეპუტატს ურეკავენ ტელეფონზე და იბარებენ ერთს ფინანსურ პოლიციაში, ხოლო მეორეს პროკურატურაში. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალური წერილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს და ფინანსთა მინისტრს, რომ ამ ორმა მაღალჩინოსანმა ელემენტარულად თავიანთ უწყებებს დაავალონ ან და იმოქმედონ, რომ მიზანმიმართულად ხელი არ შეეშალოს თბილისის საკრებულოს ფუნქციონირებას. არ არის აუცილებელი თვის ბოლო პარასკევს მოხდეს მაინც და მაინც დეპუტატების დაბარება. მოხდარიყო გუშინ, მოხდარიყო გუშინ წინ, მოხდარიყო ერთი კვირის წინ, ან მოხდეს ხვალ. საგამოძიებო ორგანოებში მოწმის სახით დაბარებას გააჩნია თავისი წესი და იგი რეგულირდება საპროცესო კანონმდებლობით და ეს წესი არის დარღვეული, ვინაიდან არავის არ მიუღია უწყება